ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი გიორგი. ძალიან მიხარია რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ და შენ ყოველთვის იწვევდი ინტერესს არა მარტო ჩვენში, შენს მეგობრებში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში და მე დარწმუნებული ვარ ამ გადაცემას დიდი ინტერესით შეხედავ. მშვიდობა და სიცოცხლე ჩემონოე. მადლობა წარდგენისთვის, პატიჟისთვის. პირველი კითხვა არის როგორ ხარ? სიმართლე გითხრა რომ მეკითხებიან ამ სიტყვას როგორ ხარ. ადრე ვამბობდი ხოლმე ლეგენდარულად ღმერთით თქო. და ახლა ამ სიტყვას იშვიათად ვამბობ სიმართლე გითხრა ძმაო. ახლა ვამბობ რომ უფლის მოწყალების იმედად რა. ალბათ ჩემი დღევანდელობა, ჩემი შინაგანი ხმა ამას მკარნახობს და მეუბნება რა. რა მოხდა და რის შემდეგ არის ეს შენს ცხოვრებაში ეს ცვლილება? პატარა სნეულება მჭირდა და ერთხელ ამოვიკვეთე, შემდეგ მეორედ მოხდა მეტასტაზების გასვლა, ასე ვთქვათ, და შემდეგ კვლავ მეორედაც მოხდა ამოკვეთა ამ კვანძების. რა დაგიდგინეს? პირველ შემთხვევაში რაც იყო ავთვისებიანი კარცინომა ფარისებრის და შემდეგ შემთხვევაში ლოკალურად მოხდა ამოჭრა, მაგრამ იყო შანსი რომ მეტასტაზი გასულიყო და გავიდა, მაგრამ დიდება უფალს იქაც დროულად მოხდა ამის ლიკვიდაცია თუ შეიძლება და მოცილება უბრალოდ ვიღაცას არ ეძლევა მეორე შანსები ძმაო. რატომღაც უფალი მიulis და მიფრთხილდება და ესე იგი რაღაცისთვის ვარ საჭირო და კარგად უნდა დაუფიქრდე, შევიცნო საკუთარი თავი და ერში თუ ბერში რა მაქვს საკეთებელი გუშინდელზე უკეთ ყურადღებით დავაკვირდე და განუკარგო ჩემი ცხოვრება ღვთისადიდებლად და ერისადღებს წელოთ რა. გილიკ, ესე მოგმართავ ხშირ მეგობრები ვართ რა. კი გენეც. თითქოს ერთი შეხედვით შენი ცხოვრება დიაგნოზამდეც ბევრისთვის იმდენად სამაგალითო იყო, რომ მე მაგალითად ცოტა გამიკვირდა კიდევაც, რომ შენში რაღაც გარდატეხა მოხდა, რატო? იმიტომ რომ ისედაც ჩვენში, ჩემის ჩათვლით, ჩემი მეგობრების ჩათვლით, ჩვენი საერთო მეგობრების ჩათვლით, თითქოს შენ ყოველთვის მაგალითი იყავი ყველაზე სწორად ცხოვრების. მაგრამ მაინც მოხდა შენში იმდენად დიდი გარდატეხა, რომც არ თქვა იგრძნობა. ტელეფონში იგრძნობოდა მე რომ შენ გირეკავდი და გკითხულობდი და მოდი აი ამ გარდატეხაზე ვილაპარაკოთ, რა შეიცვალა შენში, როგორ უყურებდი ცხოვრებას და როგორ შეხედე? მე ვწერდი ლექსებს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სიკვდილთან დაკავშირებით. აგერ ახლაც მუზარადით მოվել თითქოს რა. მაგრამ ამით ვერ გავიცანი მე სიკვდილი რა. სანამ შენ არ გეტყვიან კაც ჯვარი გწერია, რომ ავთვისებიანი კვანძები გაქვს. მენდე ძმაო, აქამდე ვისთვისაც აკითქვამს რომ ძალიან მწუხვარ ვიზიარებ, ვერაფერს ვერ იზიარებ, ვერაფრით ვერ სწუხარ მის წუხეთს. ეს ძალიან შორი ყოფილა ყველაფერი ძმა. ადამიანი ალბათ არ არის იმხელა სიყვარულის დამტევი, რომ თანალმობით სხვის ცოდვაზე ცრემლი მას მოსდიოდეს. მეც საკუთარ თავს დიდი წვერმოსილებით თავი მომწონდა და მომქონდა და შევამჩნიე რომ როდესაც მე მითხრეს ეს ყოველივე სხვანაირად განვიცადი და მე ვამხილე საკუთარი თავი, რომ
იმ ადამიანებს, ვისაც მე ნუგეშს ვცემდი და ვეუბნებოდი სიყვარულს, თურმე არა ყოფილვარ ისე როგორც მომეთხოვება მე ქრისტიანს, უფალი ამბობს გიყვარდეს, მოყვასი შენი როგორც თავი შენ და მე ვერ ამყვარებია. რა იფიქრე პირველ მომენტში? პირველ მომენტში სინდის ფიცავ, ან ფიცი რა მოსატანია. კონსტანტინოპოლს გახლდით უსაყვარლესი თარჯიმანი სანტი და ჩემი ახლა უკვე ჩემი ოჯახის მეგობარი მეუბნება რომ ბატონო გიორგი უკვე ბიოფსიის შემდეგ ბატონო გიორგი თუ შეიძლება რომ ექიმს სურს თქვენი ნახვა და რომ წამობრძანდეთ და ერთი ჩემი უსაყვარლესი ასევე ოჯახის მეგობარი ბაჩანა იყო ჩემს გვერდით და მითხრა რომ მიხვდა ის ჩემზე უფროსია რამოდენიმე წლით და მიხვდა რაშიც იყო საქმე და გილიქ შეიძლება რომ გამოყვეო. მეთქი რაზეა ძმა ვლაპარაკი და შევედით ექიმთან. და იგრძნობა დუმილითაც კი რომ არ არის კარგი პასუხები და მეუბნება ექიმი რომ ბატონო გიორგი პირდაპირ მან და არ არის პოეზიის დრო. ბატონო გიორგი თქვენ ავთვისებიანი მეტასტაზები აღმოგაჩნდათ და მით არის სანდი და ჩემი საყვარელი დობილი და ეგრევე ყურებში რაღაც წნევა იგრძნობა სამზადისი ბრძოლის დაწყებისა გული გამალებით ჩქარდება და ნუგეში ძმაგაცი ჩემი უფროსი მეგობარი ბაჩანასგან გილიგ იგი არაფერი არ არის იცოდე დამშვიდდი ასევე მეუბნება სანდა გიორგი შენ სანდო ხელში ხარ არაფერი საგანგაშო არ არის ისეთი სნეულებები და უმარცხებია ხალხს მაგრამ მე რა თქმა უნდა მათი სიტყვის არ მჯერა ან არ ვისმენ კარგად და მე უკვე ჩემს თავს წარმოვისახავ რომ სასახლეში ჩოხაში შემოსილი წვერულვაში როგორ ვიქნები რაც არ უნდა არსად არ მეთქვა აგერ ძმა ხარ და გეუბნები და ვამბობ სახალხოდ რომ პირველი ჩემი ეს იყო რომ მეთქი განმამზადო ჩემი თავი უკვე ბოლო ჟამისთვის რა და ხო ბატონი აგზელებს საუბარს რომ უნდა ვიმოქმედოთ სასწრაფოდ უნდა გავჭრათ ყელი და ამოვიღოთ კვანძები რაც არის ავთვისებიანი და ფარისებრი და ხა რადგან ყელთან იყო საქმე მეთქი არა წვერს მე არ გავიპარსავ ამ ბატონს ვეუბნები იმიტომ რომ მე წვერში მყავს ჩემი თავი დანახული ჩოხით საუკუნო სასთუმელთან დიდება ქრისტეს იყოს ნებაში ხო და ბევრი რო არ ვისაუბრო ჩემი თავის ფოტოები აი მაშინ რაც მაქვს და ეხლანდელი გილიგას ფოტოები ძალიან განსხვავდება ჩემს თავს ხომ ვამჩნევ გამომეტყველებაში ეს არის პოეზია რომელიც მე გადამხდა თავს და ვიწერდი ვინიშნავდი ჩემს თავს ვაკვირდებოდი ის ერთი პატარა ტაეპი მომწონს ძალიან რა ჩრდილიც არა ვარ პირმთვარე ბადრის ბევრი იქნება ჩემს მზეს მადრის თუ არ იწამე ღვთიური მადლის ზღვნად ვერ მიიღებ ყელს გამოღადრილს ეს მომწონს როდესაც ვახსენებ ხოლმე ჩემს თავს და ეს ზღვენი არის ჩემთვის ყველა ადამიანისთვის ზღვენია განსაცდელი თუ ამას განიცდის მიიღებს და ფერიცვალებას შეიგრძნობს მისი ხორცისა და სულიც მე რაღაცნაირად ლეგენდარულ სიტყვას ჩრდილს არ ვაყენებ იმიტომ რომ მეც მამხნევებს ამის თქმით და სხვაც მხნევდება მაგრამ ამ სიტყვის თქმამ თითქოს და ჩემი ის ამაყი მე უფრო გაადიდგულა ჩემონო უფრო მეტი ბრექებით დაიწყო სიარული გაიგე და სანამ მეორე კიდევ ავთვისებიანი კვანძების დასტური მოვიდა ბიოფსიაში აი ეგ იყო თუ შეიძლება ითქვას ის საოცარი მადლიანი სილის გაწმა ჩემი თავისთვის რომ ნუ იბრიქები ბალღო დადეკრა იმიტომ რომ არც მოვლენება შენი გადასაწყვეტი და არც ახსასრული გილიქ იმ მომენტში როდესაც აი პირველი საათები იყო როდესაც ეს როგორც ამბობ
ყურში წნევა იზენი, როდესაც ყოვლად მოუმზადებელი იყავი იმ დიაგნოზისთვის, რაც გაცხადდა, ცოტა შეიძლება მძიმე კითხვას გისვაო, მაგრამ ადამიანურია ძალიან, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, განსაცდელის ჟამს ყველა ადამიანი ფიქრობს რა ვერ მოვასწარი. გქონდა ეგეთი? კი, მქონდა. რასთან დაკავშირებით? ჩემი სიმღერების ჩაწერა ვერ მოვასწარი თქო. რადგან სანამ დავოჯახდები და ბალღები მეყოლებდა, ჩემი ბალღები, ჩემი სიმღერები და ლექსებია. და ვწუხდი იმას, რომ მე ვერ მოვასწარი ჩემი ბალღების დაბინავება, თუ შეიძლება ასე ითქვას. და დაბინავებაში შედის ჩაწერა ამ სიმღერების და იმ ჩანახატების ვიდეოების სახით გადაღება, რაც ვფიქრობ თუ მე მათქმევინა უფალმა ესა თუ ის ფრაზა, ესე იგი ჩემი ამოსაჭრელია ქვაზეც და ხეშიც. შემდეგ უკვე სიმართლე გითხრა, ოჯახის შექმნაზე კი ნამდვილად ვიფიქრე, რომ მეთქი სად გამეპარა ბიჭო დრო, ეგება მოგესწრო რამე თქო. საინტერესო თემა ახსენი და სიმართლე რო გითხრა, მე არ მიყვარს ადამიანებისგან წამოსული სხვა ადამიანების მისამართით ნათქვამი, რომ ცოლი რატო არ მოგყავს და რატო არ თხოვდები. ანუ შენ შემთხვევაშიც მე ხო არასდროს არ მიკითხავს, მაგრამ ხშირად გამჩენია სურვილი, რომ როდის იქნება ის მომენტი, როდესაც ჩვენ ყველა მოვესწრებით ბილიგას ქორწილს. იმიტომ რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი იქნება მანდ, 20 კაცი იქნება თუ 200, თუ 2000, მაგრამ ვიცი რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციულად ლამაზი და ორიგინალური დღე იქნება შენ ცხოვრებაში და მე ჩემ თავს უსურვებ რომ რა თქმა უნდა მალე მოგვასწროს ყველას მაშინ როცა შენ ჩათვლი ამას საჭიროდ. თავის დროზე. თუმცა მე მაყურებელს ვეტყვი რომ ვიცი შენი ერთი სიყვარულის ამბავი, შენი ცალმხრივი სიყვარულის ამბავი. დღეს რა ხდება შენ ცხოვრებაში? არის სიყვარული? აი საკუთარ თავს ასე ვთქვათ, ახლა ვაფხიზლებ და ვამხელ, ეგება აგერ საქართველოს თვალწინ მაინც ცოტა მომერიდოს და რაღაც უქნა. რაც შეეხება იმ ისტორიას, მაშინ მე არ მიყვარდა საყვარელო ძმა. სამწუხაროდ კიდევ ამბობ. ეხლა. არა შემომსა. ნაღდადად. მე ვიყავ მოწონებული, კეთილი დავამატებ, ღრმად მოწონებული. მაგრამ სიყვარული სხვაცნებაა ძმა. არ არსებობს ცალმხრივი სიყვარული. იგი მაშინ ნაკლოვანია. იგი მაშინ შეუმდგარია და არ უნდა შედგეს. კიდევ ამბობ, მე თუ ვინმეზე ლექსი დამიწერია დედამიწის გულზე. ვამბობ, რომ ვისი მუზობითაც არ უნდა დამეწერა ეს ლექსი, ყველა ლექსი ეკუთვნის ჩემს მომავალ მეუღლეს, ჩემი შვილების დედას. ყველა ლექსის სათავე არის ის. მე ვიცი, რომ იგი დაბადებულია და ჩემთვის არის დაბადებული. და მე მისთვის. სტერეოტიპი გაქვს, როგორი წარმოდგენია? არა. ანუ ეროვნებით როგორი უნდა იყოს, ფერებით როგორი უნდა იყოს, აღნაგობით როგორი უნდა იყოს. თავისუფლების როგორი არ უნდა იყოს, ეგეც არ გაქვს წარმოდგენილი. თავისუფლების მოტრფიალე კაცი, თავის თავს უნდა ჰგავდეს. სულ მშვენიერი უნდა იყოს. უკიდეგანო სიყვარულის განცდა უნდა შეეძლოს. თუნდაც არ შეეძლოს თუ ის ჩემი მეორე ნაწილია, მე შევძლებ იმის წილს. აი, რა გითხრა? არა, თუნდაც არ შეეძლოს, ეხლა სამხრივ სიყვარულს ვეტაკებით. არა, ნახე. აქ არის სულის ცალი იგი თუა ჩემი. არ შეიძლება მარჯვენა მარცხენის საქმე აკეთოს და მარცხენა მარჯვენის ყოველთვის. ხანდახან შეიძლება. მაგრამ მარჯვენა და მარცხენის ერთობა ქმნის ჰარმონიულ მდგომარეობას ადამიანისას. ასევეა სულთა კავშირშიც. პლუსის და მინუსის ერთიანობა ქმნის ჰარმონიას და არა სხვანაირად და სხვაგვარ. ასე რომ ამ შემთხვევაშიც ეგ გვიგულისხმე. რა თქმა უნდა, მე უნდა ვიყო მაგალითი თავდადებისა და სიყვარულისა
და ჩემად უნდა მიმაჩნდეს, რომ მე უფრო მიყვარს იგი. მაგრამ მას თავისი უნდა ჰქონდეს გასადევარი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მისი ნებით იქნება სიყვარულის გამოვლინებები და არა გილიგას ჩარევით. აი, ამის თქმა მსურდა რა. მე არასდროს დავატოლებ ჩემსა და მის სიყვარულს. ურთიერთობაში არასდროს ყოფილხარ. სერიოზულ ურთიერთობაში. არა, არც არა სერიოზულს. რა საინტერესო ადამიანი ხარ და ალბათ რა ამხელა სხვა ემოცია ელის იმ ადამიანს ისაც შენ სიყვარულს ჩააბარე. ისევ მაინტერესებს ჩემო ნოე ვერ აგიხსნი რა. შეიძლება ის ახლა ამ გადაცემასაც უყურებდეს. მოდი გავიხსენოთ შენი პირველი გამოჩენა ეთერში. ოღონდ მე ფილმებს არ გულისხმობ, საკმაოდ საინტერესო სერიალში და წარმატებულ სერიალში გათამაშები თბილისში. თუმცა იქ შენი თავი არ იყავი. პირველად შენი წარმოჩინება თუ არ ვცდები იყო პრაიმ შოუში. იყო ეგეთი და აქ გავა ეს მონაკვეთი ახლა. მშვიდობა ჩემს სამშობლოს დედამიწას, დიდი პატივისცემით ბატონებო და მშვენიერებო. დიდი მადლობა. ძმა იმას გეტყვი, ალბათ მუშტი კრივში არ გინახი ვარ და იმიტომ ამბობთ ჩემს სიდარბა ისლეს და სიდინჯეს, თორე ჩემ მამზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ, აბსოლუტურად ჩვეულებრივ. დიდება ქრისტეს ხო აქედან დავიწყებ, რომ ასე ვთქვათ, ბევრი ფიქრი არ დაჭირდეს ვინმეს, რომ მამაკაცი პერფორმანსი. მადლობა ჩემ მამზე. მე მახსოვს მე რამხელა აჟიოტაჟი იყო, რამდენი ნახვა ქონდა შენ მონოლოგს. ყველა კითხულობდა, მე სადღაც კიდე წავედით, სადღაც ჩაგწერეთ უკვე სხვა ფორმატში და ძალიან მალე დავმეგობრდით. შენი პირველად ეთერში გამოჩენამ, რამდენად მოახდინა გავლენა შენ ცხოვრებას. როდესაც ერთ დღეს გაიღვიძეთ და ძალიან მოთხოვნადი გახდი სხვადასხვა გადაცემებში, სხვადასხვა არხებზე, სხვადასხვა პროექტებში, ხო მოხდა ეგრეა რა. ეგ ძალიან საინტერესო სახე იყო. ჩემო ნოე შენი სახე, რაც არასდროს არ მავიწყდება. ჩემსკენ გადმოვიდნენ, რა თქმა უნდა, გადატანით მნიშვნელობით, რომ ერთ-ერთ ძმას თბილისში ჩამოვუღე, მოვიკითხავ აქედან დათას. თუ სადმე წავეწყდები ხოლმე მაგ ვიდეოს, მხოლოდ შენი სახის გამო ღირს ხოლმე მზერა. როგორ მიმზერი, იცი ძმაო, რომ აი ისეთი მრავლის მთქმელი ღიმილი გაქვს, რომ აი მე რომ გიცნობ თან და ვიცი ჩვენი ძმობის სიყვარული კიდე უფრო მეტად მეღიმება ამ ყველაფერზე რა. მეორე დღეს ვიღვიწებ და მანამდეც ჩემი სამყარო მაქვს, ახლაც მანამდეც რაც ავთვლიდი რომ შავი იყო შავად დარჩა დღესაც და თეთრი თეთრად. უბრალოდ გარეთ რო გამოვალ ხო ტიფლისიდან მცნობდა ხალხი, მაგრამ მზერებს ვამჩნევ რომ გაცილებით გაიზარდა და ეს მოხდა ერთ ღამეში. რაც შეეხება გარემოს გეთანხმები საყვარელო ძმაო, შეიცვალა. თუმცა არა მე შევიცვალე გარემოს ამ გადაცემის შემდეგ. გარემო შეიცვალა ჩემს მიმართ. თორემ მე ისევ იგივე დავრჩი. სარწმუნოება, მანერა, მრწამსი, რაც მეტნაკლებად გამორკვეული ვიყავ იმ ასაკში და აღარ ვიყავ პატარა 5 წლის წინ. და ისე მოხდა იმის შემდეგ, რომ უფრო მეტი ბრძოლა დამჭირდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, საკუთარ თავთან, იმიტომ რომ საცდური გაიზარდა უფრო მეტი. შემოთავაზებათა მრავალფეროვნება იმდენად გამრავლდა, რომ ადრე თუ მქონდა სადარდებელი 3 არჩევნიდან 1 ამერჩია, ეხლა ამოვიდა 30-დან, მერე ამოვიდა 90-დან და ამან გაცილებით უფრო განმამტკიცა. ახლა კი ჩვენი პარტნიორის Central Park Towers-ის შესახებ, რომელიც ქალაქ თბილისში Central Park-ის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროს მართვას საერთაშორისო ბრენდი Radisson Blu განახორციელებს. კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონია. პროექტში ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი, რომლის მართვას განახორციელებს, როგორც აღნიშნეთ, Radisson Blu და მიიღონ შემოსავალი მისი ფუნქციონირებიდან. Central Park Towers-ი პროექტი შედგება 2 42 სართულიანი ტაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 4 მიწისქვეშა საპარკინგო სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა.
როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში მისი მასშტაბით. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებასაც მსოფლიოში წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ, კერძოდ ბიბარი, ჩოტომარე, რობერტოსი, ანჯელინა და სხვები. რაც შეეხება მოლის ოპერირებას, მას მსოფლიოში ასევე წამყვანი ბრიტანული ბრენდი Harvey Nicholsი განახორციელებს. რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური event hall-ი გათვლილი იქნება 3000 ადამიანზე. აღნიშნულ event hall-ის ოპერირებას მსოფლიოში წამყვანი ამერიკული კომპანია Live Nation-ი განახორციელებს. მე ვფიქრობდი მე თქვა თუ არ მეთქვა, მაგრამ ვიტყვი აუცილებლად. მაყურებელს ვეტყვი, რომ არასდროს არ დამოვიწყდება ჩემთვის ყველაზე მძიმე მომენტში, ყველაზე მძიმე ღამეს, როდესაც მეორე დღეს დედაჩემის გასვენება უნდა ყოფილიყო. ისე მოხდა, რომ ხშირად არის ხოლმე, რომ ერთმანეთის იმედით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი ადამიანია გარშემო, ადამიანები რაღაცებს ბოლომდე არ უყურებენ და ერთმანეთის იმედად არიან ყურადღების გამოჩენის კუთხით თავის მეგობართან მიმართებაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ გილიგამ, რომელთანაც ახალი დაწყებული მქონდა მაშინ მეგობრობა, ხო ეგრე იყო. პანაშვიდზე ყოფნისას ძალიან დაკვირვებით აღმოაჩინა, რომ ისე ხდებოდა, რომ ხამე მარტო მიწევდა გათენება, ანუ ხალხი დაიშალა. და მე ვცდილობდი, რომ ცოტა შეცდომა შემეყვანა, იმიტომ რომ ცოტა მეუხერხულებოდა შენი ღამის თევა მანდ. და არაფრის დიდებით არ წავიდა. და ისე მოხდა, რომ იმ ღამეს იქ სადაც დედაჩემი ესვენა, ჩვენ ორნი დავრჩით და მე ეს მთელი ცხოვრება მახსოვრება და არ ვიცი ამაზე მადლობას ამბობენ თუ არ ამბობენ, მაგრამ მადლობა შენ ამისთვის, ასეთი მეგობრობისთვის. მე იყო მომენტი, იმიტომ რომ ეს პირველი დღეები განსაკუთრებულად მძიმეა, ჩვენ სადღაც ვიყავით გადაღებაზე კახეთში თუ არ ვცდები და მახსოვს გიტარა შენს ხელში და მახსოვს ექსპრომტად მოსული სიმღერა, რომელიც შენ მიუძღვენი დედაჩემს და ეგეც სულ მახსოვს და ამისთვისაც მადლიერი ვარ შენი. რატო ყვები ამას? ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი არ ვარ შენს გარემოში, შენს სამეგობროში, შენს სოციუმში, ვისთანაც შენ მსგავსი ნაბიჯები, ვის მიმართაც შენ მსგავსი ნაბიჯებია გაკეთებული რა და ეს მეტყველებს შენს ადამიანობას. რატო მოვყევი ხა? კითხვას არ მიდის. როგორ ფიქრობ? შენს გარშემო ოჯახის წევრებს არ გულისხმობ და ნუ არ ვიცი ახლო მეგობრებს. გულწრფელი პასუხი გამიცი. ისედაც გულწრფელი ხარ ვიცი, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა როგორია? სიმართლე ხომ გინდა ძმა? სიმართლეს გეუბნები, რომ მე არა ვარ გულთამხილავი და არ ვიცი კაცის გულში რა ხდება. როგორც წეგან გითხარ, გული ადგილია, სადაც ღმერთს უნდა ხვდებოდეს ადამიანი. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ დედამიწაზე რაღაცნაირად გულდამძიმებულები გავხდით და სიყვარულის კარი გამოკეტილი გვაქვს. საკუთარ თავზე გესაუბრებ ძმა. რაც შეეხება იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც შენ მკითხე ძმა, მე გეტყვი რომ განმეორდები რა, მე სხვისას არ მომთხოვს უფალი. უფალი მომთხოვს საკუთარს. ასე რომ მე ვიცი მე როგორ მოვიქცე. ხო, მაგრამ მაგაზე ჩვენ ხო არ საუბრობთ, ჩვენ საუბრობთ ხა ადამიანები ვართ რა და შეხედულებები გაგვაჩნია ყველაფერს. მაშინ გეტყვი რომ უსაყვარლესნი არის. განა შეიძლება ერთი მამიშვილები ვართ და დაწმისგან. მე არ გეხახები რომ უსაყვარლესნი არის. ეს ახარება ამბობს, მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედნი რჩეულ
ეგ მომეხსენება მე ჩემო საყვარელო ძმაო, მაგრამ არ ვიცი არ მაქვს მაგისტრო რა. ჩინებულებს ვდიო რა. მე რჩეულებთან მსურს ძმობა და ტრაპეზის გაზიარება. ეხლა რამდენი წლის ხარ? 36-ის. 36 წლის ასაკში. პრინციპში ეს ის კითხვა, რომელიც პირველია ხოლმე ამ გადაცემაში. ყავს თუ არა ნაპოვნი საკუთარი თავი? ანუ იცი თუ არა ვინ არის გიორგი გილიაშვილი? იცი საყვარელო ძმაო. მე გეტყვი, ვინ ხარ რომ მეკითხებიან? ესე ვამბობ ხოლმე. საქართველოს შვილი ვარ დედამიწის გულიდან. პირბასრი შამშერი ვარ არ გადავალ რჯულიდან. ჩემი ქვეყნის ვალი მაქვს. მე დროშეთა გვარი მაქვს. არსად დავიკარგები გულზე ქრისტეს ჯვარი მაქვს. ეს არის კრედო, რომელიც მართლა ამოტვიფრული მაქვს გულზე, მაგრამ ჩემი ბოლო სიმღერა მოგეხსენება გავღმერთიანდეთ, რომლის სახელიც არის. იმ პოეზიაში არის ასეთი პოეზია. რა ვქნა მიჭირს პოვნა ჩემი როლის. მსურს მიღება წმინდა ანტიდორის. ვიცი მნახველი გავხდები ომის სვავებს ჭამა მობეზრდებათ მძორის. შევებრძოლე აქილევს და ოდინს. ახლა ვერცერც ვერ იხილავ ცოცხალს შეინანე, ხვალ სიკვდილი მოდის. გიყვარდეს, არ დაემონო ცოდვას. გაკიდული სამყაროებს შორის ხიდი არის საოცარი ბროლის. მე მფლობელი წარსულში ედემის, ძებნელი ვარ ევას დიადემის. ძალიან ლამაზი ლექსია, თუმცა გამოვეკიდები ერთ ფრაზას. ბრძანი ძმა. მიჭირს პოვნა ჩემი როლის. კი. ჯერ კიდევ საპოვნელია ჩემს თავში. ღმერთიცა და ჩემი თავიც. ჯერ კიდევ ძიების პროცესში დიდება ქრისტეს. ადამიანი ალბათ ძიებისთვის არის შექმნილი. მე ხსაც დავხედე იმდენად საინტერესო დიალოგი გვაქვს, რომ რთულია რაღაცა ამოჭრა და არ მინდა რომ გადავაჭარბოთ ისე რომ ამოსაჭრელი გამიხდეს ფორმატ ჩასასმელად. რა არის ის მნიშვნელოვანი თემა, რასაც დღეს არ შევეხეთ და რაზეც შენთვის საინტერესო იქნებოდა საუბარი? ან თუნდაც სათქმელი გაქრა? ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა არის გაღმერთიანების თემა კაცისა. რაც ნაწილობრივ შევეხეთ შეიძლება ლეიტმოტივად გაასდევს ყოველ ჩემს საუბარს, მაგრამ სურს რომ შევინანოთ რამე თუ მოახლოებულა არ სასუფეველი ცათა. ეს სიტყვები ყველას გვახსოვდეს რა. ეს არ არის სახუმარო სიტყვები, ეს არ არის პოეზიის კონტექსტით სათქმელი სიტყვები. კაცი თუ არ ცდილობს გაღმერთიანებას, თუ არ ცდილობს საკუთარი საქმით, მეორე ადამიანის მიმართ გამსჭვალული სიყვარულით, თუ უცხოთათვის, ასე უანგაროდ გაცემული სიკეთის სურვილითა და საქმის კეთებით და ენერგიის გაცემით, მე ვფიქრობ, სხვა შემთხვევაში კაცს მოვლენების მიზეზი არ აქვს რა. შეიცნოს ყველამ საკუთარი თავი, საკუთარ თავს ვუმეორო პირველ რიგში. და ყველა ადამიანმა ვეცებოთ, რაც არ უნდა აბსოლუტურად შორს იყოს შეიძლება, რომელიღაც სფეროდან რელიგია. აქ რელიგიური დატვირთვა არა. ღვთაებრივი დატვირთვა მისცეს საკუთარ ნაბიჯს კაცმა, საკუთარ სიტყვას კაცმა, იმიტომ რომ სიტყვას მე რომ შენ გეუბნებ, ჯერ ღმერთს ესმის და შემდეგ იგებ შენ და ასევე აპირიქით ძმა. და მამაო ჩვენოს რომ მკითხულობთ, მამად ვაღიარებთ ღმერთს და ჩვენ როგორც ღმერთის შვილებს გვეკუთვნის, ისე უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისეთი სიმდაბლით, როგორც მან დაიმდაბლა თავი, უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთის ფეხის დაბანა შევძლოთ. და ერთმანეთისთვის კიდევ ვამბობ, მე შენ მიყვარხარ ნიშნავს მე შენთვის შევეწირები. და 36 წლის ასაკში გავიაზრე ეს, რომ მე შენ მიყვარხარ თურმე ნიშნავს მე შენთვის მოვკვდები. და როდესაც ადრე არ მეძნელებოდა თითქოს ტრის სიყვარული და მოყვასისა.
აგერ რამოდენიმე თვეების წინ მოფრინდა ეს აზრი ჩემთან, რომ მე შენ მიყვარხარ. მაცხოვარმა როგორც დაგვანახა, იგი ჩვენი სიყვარული თევნო ჯვარს და ვისაც შეუბნები მე შენ მიყვარხარ, ძმაო გაიხსენე ეს სიტყვები. დაუხსვი შენს თავს კითხვა, მზადა ხარ მისთვის, ჯვარც მისთვის, თუ არა ხარ არ უთხრა რომ გიყვარს რა. საოცარია შენი სიტყვები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგრძნობა რამდენად ღრმად გაქვს ნაფიქრი ყველაფერზე და ბევრი ადამიანისთვის ეს სამაგალითოა. ეს ნამდვილად ძალიან დასაფასებელი და სანგარეში არ შეგვილია და ჩემმა დედიკომ დამაბარა დიდი სიყვარული შენთან და მითხრა რომ შვილო მაგ გადაცემაში ნოესთან ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის რა არის თავისუფლება და შენ ამას აუცილებლად დაგისვამს და იფიქრე თუ შეიძლება და მეთქი დედი მთელი ცხოვრება ამ კითხვაზე ვფიქრობ და როდესაც დავფიქრდი მთელი ცხოვრება დედიკოს მოკითხვა პირველ რიგში შენ მშობლებს მოკითხვა დიდი პატივისცემი დიდი სიყვარული და პატივისცემი გენეცვლა დიდი მადლობა საყვარელო შენ გყავდა და გყავს ზეცად უდიდესი დედა რომელიც მართლა ჩემთვის დაუვიწყარი იყო თქვენი ურთიერთობა და ის ლექსიც მე შენის შემხედვარი დავწერე შენი დედის მიმართ სიყვარულის შემხედვარი მახსოვს ძმაო არ იფიქრო ნარკოსმა დამავიწყა შაშვი უგალობს რიჟრას მე გივცემ გლოვის ზარს დედი შინ როდის მოხვა შევეკითხები ქარს ქარი კიდუმს არ მიგდებს ყურს ქარი კიდუმს არ მიგდებს ყურს დამესიზმრო მინდა დამესიზმრო რომ ჩამაწვიცინდა გამახსენო ის დრო ქარი კიდუმს არ მიგდებს ყურს ქარი კიდუმს არ მიგდებს ყურს ვარდები ცავსე ოთახს შენი სურნელი აქვს შემსინანულით ბოლთას საეტირება ქვას ქარი კიდუმს არ მიგდებს ყურს ქარი კიდუმს არ მიგდებს ყურს დამესიზმრო მინდა დამესიზმრო რომ ჩამაწვიცინდა გამახსენო ის დრო ქარი კიდუმს ქარი კიდუმს ქარი კიდუმს დიდი მადლობა შენ მადლობა ეს იყო საყვარელო კაცო რომელიც შენმა დედის მიმართ გრძნობამ დამაწერინა რამე თუ თქვენ შორის იყო უდიდესი სიყვარული და არის და მე ეს დავინახე მე მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა შენთვის შეიძლება ძმა მაგრამ ეს იმხელა იყო რომ რო არ აღმომეთქვა არ შემეცლა შენ დიდი მადლობა გიო იმიტომ რომ მადლობა და განსაკუთრებულად დიდი მადლობა შენს დედიკოს შენ რო ესეთი ხარ შენს მშობლებს დედიკოს ვენეცვლა მოდი მაინც მინდა რომ რითიც დავიწყეთ იმ თემით დავამთავროთ თողოთ ასეთი ფორმით შეგვიძლია ვთქვათ რომ დაამარცხე სიმსივნე შეიძლება ითქვას დიდება ქრისტეს დიდება ნამდვილად იმიტომ რომ ყველა ძალიან გულშემატკივრობდით
ყველა ძალიან განვიცდით და ყველა ძალიან გუჯეროდა შენი რწმენის და გუჯეროდა რომ შენი რწმენა განსაკუთრებულად დაგეხმარებოდა. სამადლობელი ჩემს ეკლესიას, ჩემს ძმებს, დებს, როგორც უცნობთ, ასე ნაცნობთ, ჩემონოე, როგორც სიტყვით, ისე საქმით, ვინც გვერდში ედგა ჩემს ოჯახს და მათ წეროსან ძმას. რას ეთყვი იმ ადამიანებს, ვისაც ღმერთმა ეს განსაცდელი გამოუგზავნა? ეს სათავე თავზე რომ მომშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას. სწორედაც რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავიც მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს, არა დავცხრე ვიდრე ვიყო. არ დაყარო პარხმალი, არ დაცხრნე. შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელა არც ღვთისთვის. დიდება უფალო, შენს დიდებას, ასე რომ თავისუფლობაც გავაგრძელებ სიტყვას. ადრე მეგონა, თავი ამსგავსო უფალს და შენ თავის უფალი შეიქმნები მაშინ. მაგრამ ახლა მივხვდი ამ რამოდენიმე ხნის წინათ, რომ თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლება აღარ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა არის თავისუფლება. უფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ, როგორც ამბობს იგი, მე ვარ, რომელი ვარ. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამ ინტერვიუსთვის, ამ დიალოგისთვის. მადლობა შენ ძმაო. მოდი მაინც პოზიტივით დავამთავრებთ რა და რაიმე შენი რეპერტუარიდან დაუკარი იმღერე ისეთი, რაც მაყურებელს სითბოს და კარგ განწყობას მოუტანს. ვიფიქრე მზისა მოსვლაზე, მერე ჩასვლაზე, მისლამას ფერზე, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიშორე ფიქრები შენზე. მერე მთვარეზე, სავსე მთვარეზე, ოკეანეზე, უცხო ქალებზე, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიშორე ოცნება მაქვს შენს ლამაზ თვალებზე. მიხვარდა ლამაზი გოგონა ყველაზე. მიხვარდა ლამაზი ფერები ცისარტყელაზე. დიდი მადლობა ძმა. მადლობა შენ. მადლობა ძმა.